აჭარის კულტურის სამინისტრომ საგრანტო კონკურსებში გამარჯვებული ფესტივალები გამოავლინა კულტურის პოპულარიზაცია და შემოქმედებითი პროცესების მხარდაჭერის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში 32-დან კომისიამ 21 გამარჯვებული ფესტივალი გამოავლინა. ფესტივალები წინასწარ გაწერილი პროგრამის მიხედვით ივნისიდან ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. გამარჯვებული პროექტების ავტორებთან დღეს სამინისტრომ არფორმალურ გარემოში შეხვედრა გამართა. ფესტივალების დაფინანსება ჯამში $1 მილიონ აჭარბებს. სპორტული ფილმების საერთაშორისო ფესტივალი ნიკე პირველად ტარდება საქართველოში ეს ფესტივალი და ძალიან მიხარია რომ ბათუმში დაიბადა. ფესტივალი ჩატარდება სექტემბრის პირველ კვირაში. მოწვეული იქნებიან როგორც კინემატოგრაფისტები და ფილმები იქნება წარმოდგენილი, ასევე სპორტსმენები. ჟიურის შემადგენლობაშიც სპორტის წარმომადგენლებიც იქნებიან და ქართული კინოს და სპორტის პოპულარიზაციისთვის ტარდება ეს ფესტივალი. ველოდებით ძალიან ბევრ საერთაშორისო სტუმარს, როგორც კინემატოგრაფისტებს ასევე ცნობილ სპორტსმენებს. საგრანტო კონკურსები იყო ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი ინტერესი იყო წელს. საგრანტო კონკურსებში გაიმარჯვა 21-მა ფესტივალმა და ეს იქნება უკვე ივნისიდან ალბათ ნოემბრის ჩათვლით. გაიმართება სხვადასხვა ღონისძიებები, კონცერტები, ღია ცის ქვეშ, დარბაზებში და ეს იქნება ძალიან აქტიური კულტურული ცხოვრება, რომელიც ჩვენ გველის ქალაქ ბათუმში და მივესალმები რა თქმა უნდა ეს არის არაჩვეულებრივი საშუალება, ახალი საშუალება ასევე ახალგაზრდა დამწყები სტარტაპებისთვის, ფესტივალებისთვის და ვფიქრობ, რომ ეს არის ისეთი ინიციატივა, რომელიც კიდევ და უფრო მეტად უნდა განვითარდეს და უფრო მეტი საერთაშორისო აღიარება უნდა მოიპოვოს.